მეგობრებო, დღეს ვიწყებთ ახალ თემას სხეულის არქიტექტურა. Bodybuilding-ი ნიშნავს სხეულის შენარჩუნება. ჩვენ ყველას გვინდა ატლეტური, მამაცი და ესთეტური სხეული. ჩვენ ვარჯიშობთ, ვზდით კუნთებს და ამგვარად ვაშენებთ სხეულს. დღეს ჩვენ გვაჩვენებთ, როგორ უნდა შეასრულოთ სავარჯიშოები ტექნიკურად სწორად. მანამდე მოკლე კუნთებზე. არსებობს კუნთების სამი ტიპი. სინერგისტები, სტაბილიზატორები და ანტაგონისტები. ანტაგონისტებზე ჩვენ მქონდა უკვე ლაპარაკი, ეხლა დავიწყებთ სინერგისტებიდან. სინერგისტები კუნთები, რომლებიც განთავსებული არიან ერთ სიბრტყეში, მაგრამ ასრულებენ სხვადასხვა ფუნქციას. მაგალითად, ავიღებთ ბარძახის წინა ხედი. აქ შეხედეთ კვადრიცეპსი, თერძისებრი, მომზიდველი და წილის კუნთი. ესენი არიან ერთ სიბრტყეში, მაგრამ ასრულებენ სხვადასხვა ფუნქციას. ეხლა ავიღოთ წვების წინა ხედი. აქ არის დიდი წვების და პატარა წვების, მაგრამ აქ არის კიდევ კუნთები, რომლებიც შლიან თითებს. ესე იგი, ეს ყველაფერი არის ერთ სიბრტყეში, არიან სინერგისტები. ეხლა ავიღოთ სხეულის წინა ხედი, ზედა ნაწილის. აქ შეხედეთ არიან სინერგისტები. მუცლის პრესი, მუცლის სწორი კუნთი, აქვე არის წინაირები და დაკბილური. ესენი არიან ერთ სიბრტყეში, ამიტომ არიან სინერგისტები, მაგრამ სხვადასხვა ფუნქციას ასრულებენ. ახლა ზურგიდან ავიღოთ, ხო? ზედა ნაწილი ზურგის. აქ არის რა ერთ იმაში ტრაპეცია, ტრაპეციის ქვეშ არის რომბისებრი, დიდი და პატარა რვალი კუნთები და ბეჭდის ოსტიოსებრი კუნთი. ხო? ესენი არიან სინერგისტები. ახლა ქვედა ნაწილი ავიღოთ. ქვედა ნაწილი. აქ არის ზურგის უგანიერესი, აქვე არის უკანა ირიბი და გავის ოსტიოსებრი. სხვადასხვა ფუნქციას ასრულებენ, მაგრამ ერთ სიბრტყეში არიან სინერგისტები. შემდეგი ხედი გვერდიდან. აქ არის დელტები, დელტა არა მხარი. ბევრს გონია ეს მხარი არ არის სწორი. მხარი ეს არის ხრის ძვალი აქ არის და ხრის კუნთები, ბიცეპსი, ხრის კუნთი და ტრიცეპსი. სხვა თემა. აქ არის სინერგისტები. სამი კუნთი განლაგებული არიან ერთ სიბრტყეში. ესე იგი, წინა დელტა, შუა დელტა, უკანა დელტა. ეს არიან სინერგისტები. ეხლა ვილაპარაკოთ სტაბილიზატორებზე. სტაბილიზატორები გვეხმარებიან ვარჯიშის სწორად შესრულებაში. მაგალითად, ავიღოთ ჩაჯდომები, თქვათ. სტაბილიზატორები არიან ბარძაკის ბიცეპსი, ნახევარი მყესოვანი. შემდეგი ამ მოძრაობის დროს, ჩაჯდომის დროს კიდე არსებობს სტაბილიზატორები. ეს არის გავის ოსტიოსებრი კუნთი და წინიდან პრესი. ეს რაც ეხება ჩაჯდომებს. შემდეგი სტაბილიზატორები. წოლჭიმის დროს
სტაბილიზატორი არის ზურგის უკან ერესი, რა თქმა უნდა პრესიც, გავის ოსჯოსებრი, უკანა დელტაც და ბეჭის ოსჯოსებრი კუნთი. შემდეგი ავიღოთ, თქვათ, განგაშლა დგომში, შუა დელტაზე. აქ არის სტაბილიზატორი წინა დელტა, პრესიც, რა თქმა უნდა, ზურგიდან გავის ოსჯოსებრი კუნთები და ბეჭის ოსჯოსებრი კუნთიც. და ბოლოს კიდე ერთი სტაბილიზატორი, ეს არის დიდი დულდული კუნთები. ესენი იჭერენ სხეულს ვერტიკალურ მდგომარეობაში. ნებისმიერ ვარდიშის დრო დგომში ეს კუნთი ასრულებს სტაბილიზაციის როლს.